ფოიეში უკვე ყველას ყურადღება მიიქცია. ეხლა მთავარია ჟიურისაც მოაწონოს თავი. მე ვარ სანდრო ცისკაძე, ვარ ბარმენი, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ვცდილობ, რომ ჩემ საქმეში ვიყო პროფესიონალი და გამორჩეული. ესე ბიჭები ჩემი მეგობრები არიან, ერთად შევთავაზებთ ჟიურის შოუს, რომელიც არის ბარმენული შოუ. საქართველოში არ ხდება და არ კეთდება ესეთი რაღაცები ხოლმე. ძალიან საინტერესოა. უკვე საინტერესოა მართლა. თქვენი სახელი თუ შეიძლება? სანდრო ცისკაძე. ვითი გაგვაოცებთ? ჩვენ გავაკეთებთ ბარმენულ შოუს, გემრიელ კოქტეილს, დაგაგემოვნებინებთ თან. ოი, ძალიან დიდი მადლობა. გაშრაყელი. დაასხი. ბოლოში სურპრიზ გიმზადებთ. ძალიან კარგი. შეგიძლიათ დაიწყოთ. With a song. CJ Best. Oh, Cecilia! Wow! Adapti! მოვიდე? ვაი, დიდი მადლობა. გეგა ფალავანიშვილის, საბანიჯარის ნაბანო ჯავახიშვილის სპეც კოქტეილი ნიჭიერში. აი ეს მოგვართვის შეიძლება? ბანო გეყოს. კოქტეილი მოქმედებს თორე ჟიურიზე. რა ვიცი. სამართლის კედელს მიეყო გადაეშო. ხო. აბა ეხლა მითხარით რა კიდევაც როგორ ნომერს შეაფასებენ თუ კოქტეილს? რაც შეეხება ნომერს, ძალიან მომეწონა. მაგრამ აი ესეთ საქმეს რომ ესე შემოქმედებითად მიუდგები, მე მგონი რომ ძალიან საინტერესოა. შემოქმედებითი ამბავი არის სმა. მაგრამ იყო რა თქმა უნდა რაღაცა ხარვეზები ცეცხლთან დაკავშირებით ცოტა სიფრთხილე გვჭირდება. არა მე ვამბობ კის. უკეთესის იმედით კის ვამბობ, რომ იქნებ შემდეგი ცოტა კარგად. შენ თუ გააგზელებ მაგის მას შეიძლება საერთოდ აღარ თქვა არაფერი. კი. მე მაინტერესებს დარბაზი რას ამბობ. 3 კი გამტარა 4. ჩვენ გაკ 4 კი. გელოდებით შემდეგ ტურში, მადლობა. მონაწილე 4 კი, ჟიურის კოქტეილი, ჩვენ კიდე ბოლო. ალბათ გემრიელმა კოქტეილმა გაჭირა. მიუხედავად იმისა, რომ კინაღამ სცენა დაიწვა, სანდრო ცისკაძე და მისი მეგობრები მეორე ტურში მაინც გადავიდნენ.